ნატოს ავაქსი, საჰაერო შეტყობინების კონტროლისა და მართვის სისტემით აღჭურვილი სპეციალური თვითმფრინავი, უკვე აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო სივრცეშია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებსაიტიდან ცნობილი ხდება, რომ ოპერაცია Eastern Century-ის ფარგლებში პირველი ფრენა რამდენიმე დღის წინ 19 სექტემბერს შესრულდა. საჰაერო სივრცის კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება. აღმოსავლეთ ევროპაში რუსული დრონების გამოჩენის შემდეგ ალიანსმა უსაფრთხოების საგანგებო ზომები მიიღო. ჩვენი მისია ოპერაცია Eastern Century-ის მხარდაჭერაა. ეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ უკეთესი ინფორმაციის მისაღებად სამხედრო ოპერაციის საწყისი ფაზაა. ნატოს AWACS უნიკალური შესაძლებლობა აქვს. მას შეუძლია დროული გაფრთხილება დაბალ სიმაღლეზე მფრინავის სამიზნეებს შორ მანძილზე აღმოჩენის წყალობით. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალას აღმოსავლეთი ფლანგის გასწვრივ. ნატოს AWACS-ი ხელს უწყობს ნატოს ალიანსის შეკავების შესაძლებლობას და თავდაცვას იმ დროული გაფრთხილების სისტემით, რომელიც ჩვენს უნიკალურ პლატფორმას აქვს. მოგვიანებით მოკავშირეებს ვუზიარებთ ინფორმაციას, რათა შეიქმნას საერთო საჰაერო სურათი და მათ პოტენციური საფრთხეებისათვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ. ნატოს საჰაერო შეტყობინების კონტროლისა და მართვის სისტემით აღჭურვილი სპეციალური თვითმფრინავები 10 კილომეტრ სიმაღლეზე ოპერირებენ. ერთ AWACS 400 კილომეტრზე მეტი რადიუსით შეუძლია აკონტროლოს საჰაერო სივრცე და რეალურ დროში მიაწოდოს მართვის ცენტრებს ოპერატიული ინფორმაცია. ნატოს საჰაერო სივრცეში მფრენ AWACS-ებს შეუძლიათ განასხვაონ სამიზნეები, ასევე სახმელეთო ანარეკლები და აღმოაჩინონ პოტენციური აგრესორის ტერიტორიაზე დაბალ ან მაღალ სიმაღლეზე მფრინავის საჰაერო საშუალებები. ჩვენ აქ ვართ, რათა შევაგროვოთ რა შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეში შესაძლოა შეიქმნას. შემდეგ მათ მივაწვდით ჩვენს მოკავშირეებს, რათა შეძლონ რეაგირება ყველა შესაძლო საფრთხეზე. რუსული დრონების ინციდენტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აიძულა უსაფრთხოების მიზნით სხვადასხვა ტიპის სამხედრო ამოცანები დაეგეგმა. ალიანსის წევრი ქვეყნების გამანადგურებლებით უკვე გაძლიერდა საჰაერო სივრცე. ახლა უკვე საჰაერო სივრცის სადამკვირვებლო მისიაც იზრდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩვენ ამ სადამკვირვებლო მისიებს აღმოსავლეთ ფლანგზე თითქმის ყოველ დღე ვასრულებთ. ამჟამად ახალი სტრუქტურის პირობებში თანამშრომლობა ახალ დონეზეა. ამ თვის დასაწყისში რუსულმა დრონებმა ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს. დღეს ჩვენ ვასრულებთ AWACS-ის პირველ მისიას, ახალი სამხედრო ოპერაცია აღმოსავლეთის გუშაგის მხარდასაჭერად. ეს სადამკვირვებლო მისიაა აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთის თავზე. ნატომ რუსეთი უკვე გააფრთხილა, რომ ყველა ზომას მიიღებს საჰაერო სივრცის დასაცავად. კითხვაზე ჩამოაგდებენ თუ არა საეჭვო თვითმფრინავებს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ თქვა, რომ ეს დამოკიდებული იქნება რამდენიმე საკითხზე, მათ შორის თვითმფრინავის მიერ წარმოქმნილი საფრთხის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე. ალიანსის საბრძოლო ავიაცია კი აღმოსავლეთ ევროპაში პატრულირებას აგრძელებს.